ევთო საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით საქმიანობას განაგრძობს. ეს განცხადება გარემოს დაცვის მინისტრთან შეხვედრისას ევთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ გააკეთა. შეხვედრაზე დღეს სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემა განიხილებოდა. პროექტებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. ცნობილია, რომ მუშაობას გააგრძელებს ევთოს და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი ორჰუსიც. რამდენიმე დღეში ევთოს სადამკვირვებლო მისიის მუშაობა საქართველოში სრულდება. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა გქონდა. ამ წლების განმავლობაში ვაყალიბებდით ჯგუფებს და ვახორციელებდით სხვადასხვა პროექტებს გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში. ევთო საქართველოს ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სექტორთან თანამშრომლობას ბენიდანაც გააგრძელებს. ძალიან მწუხარო ასე შეწყვიტეს უდროოდ ეს მისია, რაც თავარია, როგორც კანონადერი ჰაკალა მოგახსენათ. დარჩება ორჰუსის ცენტრი, დარჩება MSK და გარკვეულ მექანიზმებით გაგრძელდება ეს მუშაობა.